მე ვარ ლიგნა ცეცხლაძე, 10 წლის. ვსწავლობ შუაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სიმღერა, კითხვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. სახლში მაქვს ნამდვილი მიკროფონი და 2 ყურსასმენი, ერთი დიდი, ერთი პატარა. ძირითადად ორიენტირებული ვარ ქართულ სიმღერებზე. 6 წლიდან სახლში ვაწყობ ფასიან კონცერტებს. კონცერტებს ესწრებიან ბებია, ბაბუა, მამა, დედა და ჩემი ძმა. ყველაზე კარგი გადამხდელია მამიკო. ჩემი საყვარელი სიმღერაა მურჯანის ჯვარი. არ დაგიფერდეს ხნანია, შენს კარზე ავარებლად საკლავიც მომიყვანია. დიდია უბანის ჯვარი, ბევრიც არ ყავს ნანია, შენს კარზე შევარებლად საკლავიც მომიყვანია. მინდა ვიცოდე პიანინოზე დაკვრა, მაგრამ მარტო სიმღერაც მყოფნის. ისევ ძიძე რომ გავისტები, მინდა გამოვიდე ჟურნალისტი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ აქ არიან ჩემი კლასელები, ვერთობით. ზოგჯერ მუსიკაში ვღერიც კიდევს, ვუყურებ ზოგჯერ ბურთმინებს და ძალიან ეს ჩემი მეორე სახლი მგონია მე. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ბარბარა თავარსკილაძე. ყველაზე ჭკვიანი გვყავს ანდრია მოსიძე. ყველაზე მშვიდია ბარბარა დიასამიძე. ყველაზე ცალკეა საბა გოგიტიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, მოწესრიგებული, გულთბილი, კეთილი და რა თქმა უნდა ჭკვიანიც. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მაია ჩიჯავაძე. ის არის გულთბილი, კეთილი და რა თქმა უნდა ბავშვები ძალიან უყვარს. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი დაწყებითების მასწავლებელი. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, დავამატებდი ბუფეტს. დასვენებს წუთი გავადიდებდი, 15 წუთისგან ბავშვებმა ითამაშონ და იმხიარონ წუთი. კიდევ პრასკებს დავამატებდი დასვენების დღედ. ფორმები იქნებოდა აუცილებელი. გოგონებს ჩავაცვევდი კაბებს, ერთნაირ კაბებს, ბიჭებს შარვალ კოსტუმს. რომ გავიხდები, მინდა გამოვიდე ჟურნალისტი. თუ ჟურნალისტი ვერ გამოვიდე, მაშინ გამავალ მომღერალი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი და ხატვა ახლაც მიყვარს. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს და ბუნებას. ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები და ფრინველები. ჩემი საყვარელი ცხოველი არის ცხენი. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს სპილო. დიდი ეზო არ მაქვს და დავამდი მეზობლის ეზოში. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბო და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა 4 წლის და ქვია დანიელი. ის არის ცელქი, ჭკვიანი, მავნე და ზოგჯერ ტირის. ჩემი აზრით დანიელი რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური, მამაცი, ჭკვიანი და მეგობრული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, სურნელი და კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ტოლმა. მეც დედიკოსავით კარგი დიასახლისი ვარ. ჩემ ოთახს ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. ყველაზე კარგად შემიძლია პიცის გამოცხობა. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პატარა პრინცი. კითხვა შემაყვარა ბებიამ. მე რომ ვიყავი პირველი კლასელი, ბებიამ დამბირდა რომ თუ კითხვას კარგად სწავლია, ფულს მოგცემო. და აქედან დავიწყე ბავშვებიდან წიგნის კითხვა. ახლა ფულის გარეშეც სიამოვნებით ვკითხულობ კარგ წიგნებს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს მოგზაურობაზე. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იტალიაში, ინგლისში, ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სამი პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით ეს სამი პროფესია ექიმობა, პოლიციელობა და მომღერლობა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმებოდა? მე მაგალითად ლინდა რომ არ მერქვას, მერქმეოდა ეველინა. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის ჯანმრთელობა, სიხარული, დედიკოს ჩახუტება, ოჯახის ზრუნველობა, სიმღერა, ხატვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.